გამარჯობათ, გილოცავთ 2025 წლის შემობრძანებას. დღეს ტრადიციულად გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით იანვრის თვის პროგნოზი. მინდა პირველ რიგში არსებულ წელს გისურვოთ კარგად ყოფნა, ფინანსური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა და 2025 წელი ყოფილიყოს თქვენთვის სურვილების ასრულების პერიოდი, წარმატების მიღწევის და ყველა ჩანაფიქრის, რაც კი რაიმე ჩანაფიქრი გაქვთ, მისი განხორციელების პერიოდი. მოდით დღეს ვნახოთ სამი ვარიანტის კატეგორიით, ზოგადად როგორი იქნება თქვენთვის იანვრის თვის პროგნოზი. ენერგო ბალანსირებისთვის თქვენი მხრიდან საჭირო არის მოწონება, კომენტარი, გაზიარება. საკმაოდ კარგი არის უკვე კონექტი არის შეიძლება ითქვას. გაზიარება, მოწონება, კომენტარი. მათთვისაც ჩემი არხი გამოწერილი არ აქვს, რომ გამოიწეროს არ გამოტოვოთ სიახლეები. პირადი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ როგორც წლის პროგნოზთან დაკავშირებით, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით პირად შეტყობინებაში Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მაშასადამე, პირველი ვარიანტისთვის როგორი იქნება იანვრისთვის პროგნოზი, მეორე ვარიანტი და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, დაფიქრდით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, რომელიც ახლოს არის, რომელიც უფრო მეტად დაგიძახებთ და შესაბამისად გააკეთეთ არჩევანი მასზე. მათ ვინც ვერ მოასწავით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს ნულოვანი არკანის მდგომარეობას. ამ შემთხვევაში შემიძლია თქვა, რომ არსებული თვე, იანვრის თვე თქვენთვის არის ახალი საწყისების პერიოდი. სრული სიტყვის მნიშვნელობით თამამად შემიძლია თქვა, რომ 2024 წელში დატოვეთ ყველაფერი ის არასაჭირო რაც იყო. ადამიანები იქნება ეს სიტუაციები და ასე შემდეგ. ხო არსებული იანვრის თვე გააძლევთ საშუალებას, რომ დაიწყოთ ყველაფერი სუფთა ფურცლის მდგომარეობიდან, ახალი ნაცნობობა, ახალი ცვლილებები, ახალი გადაადგილება, სამსახურეობრივი კუთხით იქნება ეს, ზოგადად საცხოვრებლის კუთხით. ეს არის თვე თქვენთვის თავგადასავლების პერიოდის მომტანი. ხო, ერთადერთი მომენტი, რაც უნდა გაითვალისწინოთ და რაც უნდა განახორციელოთ, უფრო მეტად გჭირდებათ, რომ რისკის კუთხით მოეკიდოთ გარკვეული სახის სიტუაციებს. რისკი იმ სიტუაციაში, სადაც ხედავ, რომ ნამდვილად შესაძლებელი არის რაღაც გარკვეული დადებითი კუთხით წარმატება მოვიდეს, ხო? თუ ხედავ უპერსპექტივო სიტუაციას, რა თქმა უნდა, იქ არც უნდა გარისკო. ანუ უფრო მეტად იყავით გამბედავი პოზიციის მატარებელი, უფრო მეტად იყავით ჩართული საკუთარი თავის განვითარებაში და შესაბამისად იანვრის თვე თქვენთვის იქნება ახალი, ესე ვიტყოდი, საწყისი ნებისმიერი წარმოწყების ურთიერთობა იქნება, ფინანსები იქნება, რაც იქნება თავარი არის, რომ დადებითი კუთხით არის და სინათლეში ხართ შეიძლება ითქვას არსებულ პერიოდში. ზოგადად მოდით ვნახოთ ფინანსური კუთხით რა სიტუაციები გექნებათ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს. ფინანსების კუთხითაც აქაც საკმაოდ სტაბილური კარტის მდგომარეობას მიჩვენებს, ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით საკუთარი თავი უფრო მეტად უნდა განავითარო. აი წეგან მე რო თქვი ახალი სამსახურის სიტუაცია ან რაღაცა დაწინაურების პერსპექტივა შეიძლება გადათამაშდეს, ანუ ფაქტიურად ფინანსური თვალსაზრისით გადადიხართ რაღაც ახალი ეტაპის მდგომარეობაზე. ისინი ვინც პირობითად შეიძლება არ მუშაობდეთ, სამსახურის დაწყების შანსები დიდი არის, ვინც მუშაობს შეიძლება დაწინაურების თემა დიდი იყოს, ან ცვლილების თემა, ანუ ფინანსური კეთილდღეობა ნამდვილად ჩანს, რომ იქნება არსებულ თვეში, ანუ ფინანსური თვალსაზრისით საწუწუნოთ თემა ნამდვილად არ გექნებათ. რაღაცა მომენტში შესაძლებელი არის მხარდაჭერაც პირდაპირ მნიშვნელობით გქონდეთ თქვენი წინაპრების მხრიდან, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი წინაპრების ხაზი გაქვთ აქ, რასაც მიჩვენებს. ასე რომ ფინანსური კუთხით საკმაოდ ისეთი სტაბილური, ნაყოფიერი და შეიძლება ითქვას ძლიერი თვეც კი გაქვთ იანვრისთვის პროგნოზის კუთხით. ხო, მოდი ზოგადად ნახოთ პირადის კუთხით რა სიტუაციაა. პირადის კუთხით ახალი ნაცნობობა, ურთიერთობის რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლა. ისინი ვინც არ იმყოფებით ურთიერთობაში, შესაძლებელი არის კარგი ნაცნობობის ფონზე მოხდეს რაღაცა კონკრეტული განვითარება. თამამად შემიძლია თქვა, რომ არსებულ თვეში თქვენთვის ვინც პირველი ვარიანტი აირჩია, ეს არის რაღაცა ახალ საწყისების დაწყება, გამოღვიძების პერიოდი. თითქოს ყველაფერი ცუდი დატოვეთ 24 წელში, ხო? 25 წელი ეს არის თქვენთვის თავგადასავლების პერიოდი, ახალი
სიტუაციებზე გადასვლის პერიოდი, ისინი ვინც ურთიერთობაში იმყოფებით უკვე დიდი ხანი არის, შესაძლებელი არის რაღაც უფრო სხვა ეტაპზე გადახვიდეთ. ვინც საწყის ეტაპზე ხართ, შეიძლება უფრო მეტად სერიოზული სახე მიეცეს პირობითად ნიშნობა, ან ქორწილი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ნებისმიერ სიტუაციაში ყველანაირი კუთხით კარგი სიტუაციები ჩანს პირადი ურთიერთობების კუთხით. მოდი გაფრთხილების სახით რჩევა ამოვიღოთ არსებული მისტიკური ორაკულიდან და ვნახოთ რა არის თქვენთვის გაფრთხილება. მათთვისაც სჭირდებათ პირადი კონსულტაციები ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, ზოგადად თვის ფონთან დაკავშირებით უფრო ვრცლად, ან ნებისმიერი სახის მიმართულებით ზოგადად 25 წელი როგორ გექნებათ, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ. გაფრთხილების კუთხით ამომდის ინფორმაცია ესეთი, რომ ეცადე რომ არ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები ნაჩქარევად, რაც შესაძლებელი არის, რომ შემდეგ ინანო. რაღაცა მომენტებში ზედმეტად შეიძლება იყოს ბავშვური გამოვლინებების მატარებელი, ხო? არ არის ბავშვური, ასე თქვათ, სიტუაციების ხასიათები რო გქონდეს, ხო, რაღაცა მომენტებში თუნდაც სპონტანურობა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სერიოზულ გადაწყვეტილებებს, ეს რაღაცა ბავშვური მიამიტობა და ბავშვური დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ საჭირო არის, რომ გვერდზე გადადო. რაღაცა მომენტში სიფრთხილე პირდაპირ მნიშვნელობით ამოდის, რომ არ მოგატყუონ, არ იყო მოტყუებულ პოზიციაში, როგორც ბავშვს პირობითად აქვს ნდობის ფაქტორი, ხო? სანამ კონკრეტულ ადამიანს ან სიტუაციას ბოლომდე ენდობი, უფრო კარგად გაიაზრე და უფრო უკმეტად გაანალიზე, მოიპოვე ინფორმაცია ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ არ იყო მოტყუებული მეტგაცრუებულ პოზიციაში. მთლიანობაში როგორც ასეთი, ესეა თუ ისე მაინც სტაბილურობა ამოდის, მაგრამ მაინც რაღაცა რომ არ გაგეპაროს, აი ესეთი კუთხით ამოდის რჩევა. ასე რომ ზემეტად სპონტანური არ იყო არსებული პერიოდის განმავლობაში, ან თვის მდგომარეობაში გულისხმობ, ხო? დამიწერეთ კომენტარებში ამდენად რეზონირდა არსებული სიტუაციები თქვენთან არსებული მდგომარეობით, რაც მოისმინეთ ინფორმაცია, პირადი კონსულტაციებისთვის დამიკავშირდით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე და მიიღეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია. მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ. გემშვიდობებით პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს, გადავდივარ მეორე ვარიანტზე. საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი პერიოდი გელოდებათ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს. ფინანსური ტუზი შეიძლება ითქვას, ხო, ყველაზე მაღალი მატერიალური მდგომარეობა, მაღალი კათილდღეობა მატერიალური კუთხით. თუ ეს საკმაოდ ნაყოფიერი არის, საკმაოდ სტაბილური, საკმაოდ ძლიერი, შემდგარი, ჩამოყალიბებული, ის არის შთაბეჭდილება მრჩება თითქოს არსებული ადამიანებს უკვე გარკვეული კუთხით, რაღაცა წამოწყებები ან გეგმებიც უკვე შესაძლებელი არის დასახული ჰქონდეთ, რის განხორციელებაც უნდა თან ჩანაფიქრები აქვთ, ანუ ფაქტიურად თამამად შემიძლია თქვა ამ ვარიანტის წარმომადგენლებზე, რომ ფორტუნა თქვენთვის შემოტრიალდა. ტუზი და გეცათ პირდაპირ მნიშვნელობით კარგი გაგებით, ხო? ეს თქვენთვის არის ნაყოფიერების პერიოდი, სტაბილურობის მომტანი, რაღაც ახალ განვითარების მომტანი, ახალი რესურსების, გარკვეული კუთხით თუ ჩანაფიქრი გქონდეთ რაღაცა გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელი არის მოხდეს მისი გაყიდვის მდგომარეობაც, სიტყვაზე ვალი გაქვთ ვინმესი ან თქვენ ან მას ან ამ რაღაცა ვალთან დაკავშირებული სიტუაციების მოგვარება, ანუ მთლიანობაში თვე არის, რო იტყვენ ხოლმე, საკმაოდ კარგი. საწუწუნო თვე ნამდვილად არ არის მეორე ვარიანტისთვის. მოდით ეთემა უფრო მეტად ჩავშალოთ და ვნახოთ ზოგადად ფინანსური კუთხით გარდა ამ ზოგადი ფონისა კიდევ რა სიტუაციები გექნებათ მატერიალური თვალსაზრისით. რაც ვილაპარაკე, ყველაფრის დაზუსტება მოხდა. მზის არკანის მდგომარეობით სინათლის პოზიციაში გადასვლა, დასტაბილურება, გზების გახსნის მდგომარეობა, რვიანები მონეტების მდგომარეობით, ანუ სასურველი შედეგის მიღება თქვენივე შრომიდან გამომდინარე, თქვენივე ჩართულობით, თქვენივე წვალების ფონზე, ესე ვიტყოდი, ხო? მატერიალურ კარიერული თვალსაზრისით, ეხლა გადადიხართ პერიოდში, როდესაც უნდა შანსი შესაბამისი დაიჭირო, რაღაც შანსი მოგეცემა, ავტომატურად უნდა დაიჭირო ის კონკრეტული შანსი, ხელიდან არ უნდა გაუშვანო. საკმაოდ ნაყოფიერი, სტაბილური და ესეთი, როგორ თქვა, სამომავლოდ ბევრ სიტუაციაში გამომდგარი პერიოდი გეწყება, ანუ ეხლა შენი ვექმედებების ფონზე ისეთი რაღაცა უნდა გააკეთო, რაც სამომავლოდ კარგ შედეგს დაგიდებს მატერიალური გადაწყვეტილებების კუთხით. არ შეშინდე, უფრო თამამი იყავი ფინანსურ საკითხებში, ესეთი რჩევა ამოდის. მოდით ვნახოთ ზოგადად რა სიტუაცია გაქვთ ამ ვარიანტის წარმომადგენლებს, ასე თქვათ, სიყვარულის კუთხით.
სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით ვეტყოდი ესეთ რაღაცას, რომ შესაძლებელი არის გარკვეული კატეგორია იყოს რაღაც ჩიხში შესულ სიტუაციაში ბოლომდე ვერ დალაგებული, მაგრამ სულ მალე ყველაფერი გამოსწორდება, რაღაც ახალი გარკვევის პოზიცია მოვა, რაღაც სიტუაციებში უფრო მეტად ჩამოყალიბება იქნება. ერთადერთი მომენტი, რაც შეიძლება იყოს, წარსულისეული საკითხების დაბრუნება მოხდეს. შეიძლება ერთ და იგივე თემაზე, რასაც წარსულში კონფლიქტი ქონდათ, იმას დაუბრუნდეთ. ამ პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლებელი არის გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ცხოვრებაში წარსულისეულად იყვნენ და თავი ისევ შეგახსენონ, ან ისევ მოვიდნენ რაღაც გარკვეული თხოვნით მდგომარეობით, ხო? ზოგადი ფონის კუთხით თუ შევხედავთ, სასიყვარულო ურთიერთობების ფონზე იმდენად ისეთი სტაბილურობა არ არის, როგორც შეიძლება რომ შენ გაწყობდეს და გინდოდეს. აქ უფრო მეტად მიჩვენებს, რომ აი დინებას მიყვები სიტუაციურად და გადართული ხარ კარიერაზე, ფინანსურ კეთილდღეობაზე, საკუთარი თავის განვითარებაზე. ანუ პირადში ითვლება, რომ არის რაღაცა სიტუაცია, მაგრამ არა ისეთი, როგორც შეიძლება რომ შენ გაწყობდეს. ზედმეტად ერთფეროვანი, ზედმეტად რაღაცა მომენტში მოძველებული სიტუაციებით შეიძლება ვთქვა, ხო? ასე რომ ამ კუთხით ცოტა უფრო მეტი მუშაობა გჭირდებათ და ცოტა უფრო მეტი სიახლეების შემოტანა, გარკვევა რას როგორ გააკეთებთ, ესე ვიტყოდი. მოდით ნახოთ გაფრთხილება თქვენთვის და ზოგადად რეკომენდაცია. უახლოეს პერიოდში შესაძლებელი არის განსაკუთრებით იანვრისთვის ბოლომდე მიიღოთ ინფორმაცია გარკვეული შეტყობინება, რის ფონზეც საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა იგრძნოთ, მაგრამ მეცადეთ, რომ ამ მხარდაჭერასთან ერთად, ანუ მოდი ეს რაღაცას ვიტყვი, შემოთავაზება შესაძლებელია მოვიდეს საკმაოდ ნაყოფიერი, საკმაოდ ისეთი ნოყიერი შემოთავაზება, ესე ვიტყოდი, ხო, მაგრამ გარკვეული საკითხებში შესაძლებელი არის, რომ იყოს ბოლომდე ვერ გარკვეულობა რაღაცა მომენტში, რომ მოგატყო რაღაცა მომენტში რომ თლად ისე არ იყოს ყველაფერი როგორც შეიძლება რომ თქვენ გაწყობთ. ასე რომ აქ რასაც მიჩვენებს, როგორც კი რაღაც სახის ინფორმაცია ან შემოთავაზება მოვა, ხო? ჯერ სანამ კონკრეტულ ქმედებას განახორციელებ, უფრო მეტად დაფიქრდი, გაიაზრე, რას როგორ გააკეთებ, ხო? იმიტომ რომ აქ პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა ეშმაკობას აქვს ადგილი პირდაპირ მნიშვნელობით. ამ კუთხითაც ეცადე რომ გაფრთხილდე. მაგრამ ცუდი როგორც ასეთი მთლად ბოლომდე არ არის, უბრალოდ შეიძლება შენგან უფრო მეტი რესურსი მოითხოვონ და უფრო მეტი საქმიანობა, ვიდრე შეიძლება რომ გევალებოდე ეს. რაღაც ისეთი კუთხით მოტყუებულ პოზიციაში რო არ დარჩე. მეორე ვარიანტის წარმომადგენელმა დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო თქვენთან არსებული სიტუაციები, პირადი კონსულტაციებისთვის დამიკავშირდეთ Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. გადავდივარ მესამე ვარიანტი. იმპერატორი კაცი. თუ ეს ასე ვთქვათ, მესამე ვარიანტისთვის თუ არის საკმაოდ ესე ვიტყოდი, მკაცრი იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერზე სიტუაციებზე კონტროლის მოპოვება შესაძლებელია მოგინდეთ. ყველაფრის მართვა, ყველაფრის ხელში დაჭერა, გაკონტროლება, თქვენ ასე ვთქვათ, მხედველობაში გატარება, რენტგენზე გატარება, ხო? თვე ცუდი არ არის, ერთადერთი არის ის მომენტი, რომ უნდა გააკონტროლოთ თქვენი ემოციები. იმპერატორი კაცი ეს არის ვერძის არკანი და უმეტესად შემთხვევაში ვერც იცით, რომ ახასიათებს ფეთქებადი ხასიათები, ფეთქებადობა, ესე ვიტყოდი, ემოციების ხშირ შემთხვევაში ვერ კონტროლი, რაღაც ეგოს მომენტების მართვა, მეც ვერცი ვარ, მაგრამ შესაძლებისთაგვარად კი ვაკონტროლებ ამ ყველაფერს. ასე რომ თელთვის განმავლობაში გექნებათ ეს რაღაცა ცეცხლოვანი ენერგიები, ცეცხლოვანი აქტივობები, უფრო მეტად მოჭარბებული ქალბატონები უყურებთ მამაკაცები არსებით მნიშვნელობა რა, მამაკაცური ენერგიები, რაღაცა ლიდერის პოზიციის სურვილი რომ მართო, გააკეთო შენით მე. ანუ უბრალოდ ეცადეთ რომ ეს რაღაცა სულ ყოველთვის ჩემით ესი არ გამოდის. უფრო მეტად გჭირდება რომ გვერდში გარკვეული კუთხის ადამიანები დაიყენო ყოველთვის ყველაფერს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობებს ნუ აიღებ. მოდი ესე ვიტყოდი. მოდით ვნახოთ ზოგადად რა მდგომარეობა გექნებათ მატერიალური კუთხით. როგორც უნდა ვეცადო რომ მოკლედ ვისაუბრო და მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ ანუ თქვენთვის ასე ვთქვათ უფრო დამაინტერესებელი იყოს, რაც მცირე დროში მიიღებთ, უბრალოდ ინფორმაცია რომ მოდის, ამას გვერდს ვერ აუვლით და გამოდის რომ გრძელი ვიდეოები იწერება, მაგრამ არა უშესაც კარგი არის. ფინანსური კუთხით რა სიტუაციები გექნებათ და ზოგადად კარიერული კუთხით. რადგან ეს ორი მაღალი არკანი ამოვიდა, სამი მაღალი არკანი შესანიშნავი არის. ერთი შეხედვით სტაბილურობა, ცუდი კუთხით არა, სტაბილურობა კარგი კუთხით, მაგრამ აი ამ
თვეში სიკვდილის არკანის მდგომარეობით იქნება ტრანსფორმაციის პერიოდი, გააზრების პერიოდი, სად როგორი კუთხით უნდა დატოვო ის, რასაც აკეთებდი. თუ ხედავ, რომ რაღაცა კონკრეტულ საკითხს არ მოაქვს მატერიალური კუთხით სარგებელი, ან ის კონკრეტული სამსახური იქნება, ან ფინანსური დანახარჯი, რომელსაც ახორციელებ და ის შენთვის უკვე აღარ არის არაფრის მომტანი და უკვე მომაბეზრებელი არის, დროა უკვე რო გვერდი აუარო, იმიტომ რომ პირდაპირ აქ რასაც მიჩვენებს სამი მაღალი არკანი, თან მით უმეტეს აქ რაც ჩდება ბედის ბორბალი, საბედისწერო ნაბიჯები შეიძლება მოყვეს შენ ფინანსურ გადაწყვეტილებებს. ისეთი რაღაც სიტუაციები შეიძლება დაგიტრიალდეს, რამაც პირდაპირ მნიშვნელობით სრულიად სხვანაირი ხედვა გაგიხსნათ მატერიალური თვალსაზრისით. ამავდროულად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩახურვა გარკვეული სახის დასამუშავებელი სიტუაციები, სადაც შეიძლება რომ აქამდე ვერ ამუშავებდე მატერიალური კუთხით, თითქოს აი ამ ფურცელს უკვე ხურავ მატერიალური ესე ვიტყოდი გაუაზრებლობის ფურცელს და უკვე გადადიხარ კონტროლირებად პერიოდში. ასევე ბედისწერის ბორბალი შეიძლება ითქვას ფორტუნას ბორბალიც არის. ხო შენ სასიკეთოდ ტრიალდებ, ანუ მატერიალური კარიერული თვალსაზრისით საკმაოდ ისეთი მაგარი პერიოდი გეწყებათ ამ ამათ შემიძლია თქვა. ერთადერთი მომენტი, რაც არის გასათვალისწინებელი, ტრანსფორმაციის პერიოდი რომ არის, ცოტათი შეიძლება იყოს პატარ-პატარა რაღაცა გამოვლინებები მტკივნეული კუთხით, ცოტა ისეთი უსიამოვნო სიტუაციებში, მაგრამ თემა არის ის, რომ რაც დასამთავრებელი იქნება, პირდაპირ ხურავ იანვრის თვეშივე ხვდები და მე უკვე გეწყება ავტომატურად კარგი პერიოდი, ანუ ზამთრის გასვლასთან ერთად შენი სიტუაციებიც უკეთესობისკენ მის, ანუ გაზაფხულისკენ მისწრაფება, გამოღვიძება, გამოცოცხლების პერიოდი. მოდი პირადი კუთხით რა სიტუაციები გაქვთ? პირადის კუთხით აქ რასაც მიჩვენებს, უფრო მეტად არის ეგოს თემები, ესე ვიტყოდი, ხო? პარტნიორის მხრიდან ისინი ვინც პარტნიორულ ურთიერთობაში იმყოფებით, შესაძლებელი არის იყოს ზედმეტად, ესე ვიტყოდი, ეგოს გამოვლინებები, შენი დადანაშაულება, რომ შენი ბრალია, აი შენ გამოხდება ეს ყველაფერი და აი ამ კუთხით ანუ თითქოს თავს გაგზნობინებს, რომ ყველაფერში დამნაშავე ხარ შენ. რომ პრობლემა არის შენში, რეალურად პრობლემა არის ამ ადამიანში, რომ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე არ უნდა და არ იქცევა ისე, როგორც საჭიროა და შეესაბამება პიროვნებას, როდესაც არის ურთიერთობის თემაში. აქ ძირითადად ისე ვიტყვი, რომ რაღაცა გარკვეული სახის ტყუილები, გარკვეული სახის რაღაცა ისეთი აფერისტული დამოკიდებულებები, თავის მართლებები, თითქოს თავის პრობლემას ვერ ხედავს და ყოველთვის შენზე ცდილობს, რომ გადმოიტანოს. ანუ ეს რაღაცა დაულაგებლობები, ესე ვიტყოდი, შეიძლება გაგრძელდეს. ისინი, ვინც საწყის ეტაპზე ხართ ურთიერთობაში, ან საერთოდ არ ხართ, მაინც და მაინც კარგი პერიოდს არ მიჩვენებს რაღაცა სერიოზული წამოწყებებისთვის, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში გაურკვევლობები შეიძლება იყოს და რაღაც ისეთი დაულაგებელი ფონები, ესე ვიტყოდი, ხო? და მოდი გაფრთხილება ვნახოთ ზოგადად რას უნდა უფრთხილდეთ იანვრის თვეში არსებული ვარიანტის წარმომადგენლები. ზოგადად ერთი შეხედვით რაღაცა ინფორმაციების მიღება, როგორ გადათამაშდა ხო აქაც ვერსი პირდაპირ პირველ ვარიანტზე, რაღაცა მომენტებში შესაძლებელი არის იყოს კარგი ინფორმაციების მიღება, თუნდაც სწავლის კუთხით, თუნდაც რაღაცა გარკვევის კუთხით, მაგრამ სანამ ბოლომდე არ დარწმუნდები, რომ ეს ნამდვილად ესე არის, სანამ ბოლომდე დაკონკრეტებული არ გექნება ინფორმაცია, რომ ის რაც მოისმინე, ან ის რაც აიკითხე, ან ის რაც გითხრეს ნამდვილად ესე არის, იქამდე გადაწყვეტილებები არ ვიმიღო, იმიტომ რომ შენივე ხასიათების ფონზე შეიძლება ისეთი რაღაც აფეთქება გაანახორციელო ხო და ისეთი რაღაცა აგრესია გამოავლინო, რის ფონზეც უბრალოდ ხშირ შემთხვევაში გაიფუჭო ურთიერთობა გარშემოყოფების მიმართ. ასე რომ აქ უფრო მეტად მიჩვენებს, რომ გჭირდება მეტად იყო დაბალანსებულ მდგომარეობაში, მეტად ჰარმონიულ სიტუაციაში და სანამ კონკრეტულ ამ გადაწყვეტილებას მიიღებ, კარგად გაიაზრო. თუ ამ ემოციების კუთხით კონტროლირება შეძლებ, პირდაპირ მიჩვენებს, რომ გამართლების პოზიციაში შეხვალ. თუ არა და პირდაპირ მნიშვნელობით დახურული წიგნის პოზიციაში, ანუ ვერ განვითარდები იმ თვალსაზრისით, რაც შეიძლება რომ შენ გაწყობდეს. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული ინფორმაცია. დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო თქვენთან არსებული ინფორმაცია. პირადი კონსულტაციებისთვის დამიკავშირდით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე და მიიღეთ თქვენთვის ასურელი ინფორმაცია. გესურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას. ნახვამდის.